საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე სტუდენტური ფესტივალის სტუდფესტი 2025-ის ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებს დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტმა მიიღო. ფესტივალი, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, მოიცავს უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას და კულტურული საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობების გამართვას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აქ შეკრებილი ამ არაჩვეულებრივ გარემოში მოსული სტუდენტები როგორ გულშემატკივრებენ საკუთარ უნივერსიტეტებს. ეს დღე დარწმუნებული ვარ, მათთვის იქნება დაუვიწყარი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არის საოცარი ატმოსფერო დღეს. ამდენი ახალგაზრდა შეკრებილი ერთად აღნიშნავს ესეთ მაგარ ღონისძიებას. ბავშვებს მინდა წარმატებები უსურვო სტუდენტებს, სპორტული ღონისძიების მონაწილეებს უსურვო გამარჯვებები და წინსვლა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტუდენტური ახალგაზრდული ფესტივალი სტუდფესტი 2025 აქტიურ ფაზაში გადავიდა. დღეს 10-ზე მეტ პარალელურ სპორტში მიმდინარეობს შეჯიბრებები, განსაკუთრებით ლამაზი იყო სტუდენტების და გულშემატკივრების შემოსვლა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს აქტიურად არის ჩართული სტუდფესტ 2025-ში. დღემდე 9 სახეობიდან ყველაში აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას და საერთო გამარჯვებაში, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელსაც საუკეთესო უნივერსიტეტი გახდა.